ჰომილია მეორე. ხოლო ქვეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ. შევჩერდით რა ცისკრისას რამდენიმე სიტყვაზე, მათში გონების ისეთი დაფარული სიღრმე ვიპოვეთ, რომ მომდევნოთათვის სასოსრულიად წარგვეკვეთა. უკეთუბჭენი სიწმინდისა და ტაძრის შესასვლელი ასე მშვენიერი და დიდებულია და ჩვენი გონების თვალს ასე აღმატებული სილამაზით განაბრწყინებს. წმინდათა წმინდა როგორიღა იქნება, ვის შეუძლია შეჰბედოს საკურთხეველს და გამოუთქმელს მზერას ვინ გაუსწორებს. ამ საიდუმლოებათა ჭვრეტა მიუწვდომელია, ხოლო გონების მიერ დანახულის განმარტება ყოვლად შეუძლებელი. ამასთან, რამდენადაც სამართლიანი მსაჯულის მიერ ღირსეული საზღაურებია დადგენილი და მხოლოდ განზრახვისთვისაც კი აღსრულდება რაც საჭიროა, გამოძიებას ნუღარ გადავდებთ. თუმცაღა ღირსებისაგან ნაკვლულევანი ვართ, მაგრამ უკეთოსული წმინდის შემწეობით წმინდა წერილის სწავლებისაგან არ მივდრკებით, სრულიად უსარგებლონი არც ჩვენ ვიქნებით და მადლის თანაშეწევნით ღვთის ეკლესიის აღშენებას ჩვენც რაიმეთი ხელს შევუწყობთ. ნათქვამია, ხოლო ქვეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ. რადგან ორივე ცაცთა ქვეყანაც ერთნაირი პატივით შეიქმნა, რატომღაა ზეცა სრულყოფილი, ხოლო დედამიწა ჯერ კიდევ დაუსრულებელი და ბოლოს ჩამოუყალიბებელი. და საერთოდაც რას ნიშნავს განუმზადებლობა დედამიწისა და რა იყო მიზეზი მისი უხილავობისა. საბოლოოდ გამზადება დედამიწისა ვისგან წარმომავალთა სიუხვეს ნიშნავს, აღმოცენებას მრავალფეროვანთა მცენარეთა, წარმოჩენას მაღალ ხეთა ნაყოფიერთა და უნაყოფოთა, ფერადოვნებას და კეთილსურნელებას ყვავილთა და ყოველივეს, რაც მცირე ხანში დედამიწიდან ღმრთის ბრძანებით მშობლის შესამკობად უნდა ამოზრდილიყო. და რადგანაც ყოველივე ეს ჯერ კიდევ არ არსებობდა, წმინდა წერილმა სამართლიანად უწოდა მას განუმზადებელი. იგივე შეიძლება ითქვას ზეცის შესახებაც. არც იგი იყო სრულქმნილი და არც მას ჰქონდა მიღებული საკუთარი სამკაული. არც ამ მთვარე და არც ამ მზე არ ანათებდა და არც ვარსკვლავთა დასი ედგა გვირგვინად, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ შექმნილნი. მაგრამ ჭეშმარიტების წინაშე არ შესცდე და განუმზადებელი ცასაც არ უწოდო. დედამიწას უხილავი ორი მიზეზით ეწოდა. ან იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ იყო ადამიანი, რომელიც იხილავდა, ან კიდევ იმიტომ, რომ მისი ზედაპირი დამდგარი წყლით იყო დაფარული, რის გამოც მისი ხილვა არ შეიძლებოდა. წყალნი ხომ ჯერ კიდევ არ იყვნენ შეკრებილნი თავიანთ შესაკრებელსაშინა, როგორც შემდეგში შეკრიბა ისინი ღმერთმა და ზღვები უწოდა. ხოლო უხილავი რაღაცაა, როგორც ის, რაც ხორცილი თვალებით არ იხილვება, მაგალითად ჩვენი გონება. ასევე ისიც, რაც ბუნებით სახილველია, მაგრამ მასზე მდებარე სხეული ფარავს, როგორც მაგალითად სიღრმეში რკინა. ფიქრობთ, ამ შემთხვევაში დედამიწა, რომელსაც წყალი ფარავდა, უხილავად სწორედ ამ მიზეზით იწოდება. გარდა ამისა, რადგან ჯერ არც ნათელი იყო შექმნილი, არაფერია გასაოცარი იმაში, რომ დედამიწას, რომელიც მის ზემოთ გაუნათებელი ჰაერის გამო სიბნელეში იწვა, წმინდა წერილი უხილავს ამ მიზეზითაც უწოდებდეს. ჭეშმარიტების გამყალბებელნი, რომელთაც თავიანთი გონება წმინდა წერილის მიმდევრობით კი არ განსწავლეს, არამედ მის წიგნთა აზრის საკუთარი ნებისმიერ მოატრიალეს, ამბობენ, რომ ამ სიტყვებით მატერია აღინიშნება, რადგანაც როგორც ისინი მსჯელობენ, სწორედ მატერიაა ბუნებით უხილავი და განუმზადებელი, თავისთავად უთვისებო და ყოველგვარ სახესა და ფორმას მოკლებული. აიღო რა იგი ხელოვანმა, თავისი სიბრძნით გამოხატა, ეს რიგში მოიყვანა და ასე მიანიჭა მის მიერ არსებობა ხილულებს. ამგვარად, უკეთო მატერია შეუქმნელია, მაშინ როგორც ღირსი იმავე უპირატესობისა, რაც ღმერთს აქვს, იგი პატივით ღმრთის თანასწორი ყოფილა. იმაზე უფრო დიდი მკრეხელობა რაღა უნდა იყოს, ვიდრე ის, რომ ეს უთვისებო, უსახო, უკიდურესი სიმახინჯე და უფორმოსი საძაგლე თვითონ მათივე გამოთქმა რომ ვიხმაროთ. ბრძენი, ძლიერი, ყოვლად მშვენიერი შემოქმედისა და ყოველთა დამბადებლის პატივის ღირსად ვაქციოთ. შემდეგ, უკეთო მატერია ესოდენია, რომ ღვთის მთელი ცოდნის მიღება შეუძლია. მაშინ ამ გზით ისინი მატერიის არსს რამდენადმე ღმრთის ძლიერებას უთანასწორებენ, რა კი სრულიად საკმარისი ყოფილა იმისათვის, რომ ღვთის მთელი გონება მისით განიზომოს.
ხოლო თუ მატერია ღვთისმოქმედებისათვის მცირეა, ამ შემთხვევაში მათი სწავლება კიდევ უფრო უაზრო ალყიობად იქცევა, რადგან მატერიის ნაკლებობით ღმერთს ისინი უმოქმედოდ დარჩენასა და თავისი საქმეების აღუსრულებლობას აიძულებენ, მაგრამ ისინი კაცობრივი ბუნების სიმწირემ შეაცდინა. რამდენადაც ჩვენთან ყოველი ხელოვნება ერთ რომელიმე განსაზღვრულ მატერიაზე მუშაობს, როგორც მაგალითად ჭედლობა რკინაზე, ხოლო დურგლობა ხეზე და ამდენად მათში სხვა მატერია, სხვა ფორმა და სხვა ის, რაც ფორმით აღესრულება. მატერია გარედანაა აღებული, ფორმას ხელოვნება ანიჭებს, ხოლო თვითონ ქმნილება ორივესაგან, ფორმისაგანაც და მატერიისაგანაც შედგება. ისინი ღმთაებრივ შემოქმედებაზეც ასევე ფიქრობენ. კერძოდ, რომ ფორმისა, რომელიც სამყაროს ყოველთა დამბადებლის სიბრძნით მიეცა და მატერიისაგან, რომელიც შემოქმედის წინაშე გარეთ იყო დაგებული, შედგენილი სამყარო წარმოიშვა, რომელმაც მატერია და არსი სხვა საწყისისაგან, ხოლო ფორმა და ხატი ღმრთისაგან მიიღო. აქედან გამომდინარე, ისინი უარყოფენ, რომ ყოველთა დაბადებულთა მოწყობას დიდი ღმერთი განაგებს და მას, როგორც ვინმეს, რაღაც შენატან წილთა შემკრებს ისე წარმოადგენენ, რომელსაც არსებულთა დაბადებაში თავის მხრივ მხოლოდ მცირე წილი აქვს შეტანილი. ამგვარად, თავიანთი დაბალი აზროვნების გამო, მათ ჭეშმარიტების სიმაღლისათვის მზერის შეწვდენა ვერ შეძლეს, რადგანაც ამ შემთხვევაში ხელოვნება მატერიას მოსდევს და ცხოვრებაში მის მერეა შემოსული აუცილებლობით. ესე იგი, ჯერ იყო მატყლი, ხოლო ქსოვის ხელოვნება შემდგომში წარმოიშვა, რათა რაც ბუნებისაგან გვაკლია, მის მიერ შევსებულიყო. იყო ძელი, ხოლო დურგლობამ აიღო რა იგი, ამ მასალას ყოველგვარი საჭიროების და მიხედვით მისცა ფორმა და ჩვენ ძელის სარგებლობა დაგვანახა. მეზღვაურებს საჭე მიაწოდა, მიწათმოქმედებს ნიჩაბი, ხოლო მეომრებს ლახვარი. სინამდვილეში კი ღმერთმა იმადგან, რომელთაც ახლა ვხედავთ, სანამ რომელიმე გაჩნდებოდა, არსებულთა ყოფიერებაში მოყვანა გონებით გადაწყვიტა. ამასთან მოიფიქრა, როგორი უნდა ყოფილიყო სამყარო და მისი ხატის შესაფერისი მატერია მერე შექმნა. ზეცისათვის შესაფერისი ბუნება განაჩინა. დედამიწის ფორმაში კი მისთვის დამახასიათებელი და სასარგებლო არსი ჩადო. ცეცხლს, წყალსა და ჰაერსაც ისეთი ფორმა მისცა, როგორიც სურდა და არსებობაშიც ისე მოიყვანა, როგორც ამას გონებით წარმოდგენის მერე თითოეული მათგანი მოითხოვდა და სხვადასხვა ნაწილისაგან შედგენილი მთელი სამყარო ერთ მთლიანობად და ჰარმონიად სიყვარულის ურღვევი კავშირით შეკრა. ასე რომ, ერთმანეთისაგან მდებარეობით ფრიად დაშორებული ნაწილები ურთიერთმიზიდულობის ძალით შეერთებულად მოჩანს. ამიტომ, ზღაპრული გამონაგონები დაეშეწყვიტონ მათ, რომელიც თავიანთი სუსტი მსჯელობებით გონებისათვის მიუწვდომელსა და კაცთა ენაზე სრულიად გამოუთქმელ ძალას ზომავენ. და შექმნა ღმერთმა ცაი და ქვეყანა. არა ნახევარი თითოეულისა, არამედ სრული ზეცა და სრული დედამიწა, თვითონ არსი, აღებული ფორმასთან ერთად, რადგან იგი არა მხოლოდ ფორმების გამომგონებელია, არსებულთა თვით ბუნების შემქმნელიც. და თუ ეს ასე არაა, მაშინ გვიპასუხონ, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს შემოქმედი ძალა ღმრთისა და მატერიის პასიური ბუნება. ანუ მატერია ფორმის გარეშე და ღმერთი, ვინც ფორმები მატერიის გარეშეც იცოდა და შეხვდნენ ისე, რომ რაც ერთს აკლია, მეორისაგან მისცემოდა და რათა შემოქმედს ჰქონოდა ის, რითაც თავის ხელოვნებას აჩვენებდა, ხოლო მატერიას უსახურობა, უფორმობა ჩამოშორებოდა, მაგრამ ამის თაობაზე კმარა და ისევ პირველსავე სიტყვას დაუბრუნდეთ. ვინც თქვა, რომ პირველად ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა, იგი ბევრ რამეზე გაჩუმდა, კერძოდ წყალზე, ჰაერზე, ცეცხლსა და იმ სახეცვლილებებზე, რომლებსაც ისინი წარმოშობენ. მართალია ესენიც, რადგან სამყაროს აღსებას ემსახურებიან, ყველასთან ერთად შეიქმნენ, მაგრამ ისტორია მათ გვერდი აუარა, რათა ჩვენი გონება დამოუკიდებელ მუშაობას შესჩვეოდა და მცირეთა საფუძველზე ზოგადი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მისცემოდა. სწორედ ამიტომ არაა ნათქვამი წყალზე, რომ იგი ღმერთმა შექმნა, მაგრამ როცა ვკითხულობთ, რომ დედამიწა უხილავი იყო, ჩვენ თვითონ უნდა გავსაჯოთ, სახელდობ რითი იყო დაფარული
და აღუქმელი მხედველობისათვის. ცეცხლს არ შეეძლო მისი დაფარვა, რამე თუ მას სინათლე მოაქვს და ყოველივეს, რასაც კი მიუახლოვდება, უფრო ხილულს ხდის, ვიდრე უხილავს. ასევე ვერც ჰაერი იქნებოდა საფარველი მიწისა, რადგან არსით იგი თხელია და გამჭვირვალე. ხილულთა ყველას სახეს იღებს და მათ მხილველთა მზერას გადასცემს. ამგვარად გვრჩება წარმოვიდგინოთ, რომ მიწის ზედაპირი წყლით იყო დაფარული, რადგან ბუნება ტენისა ჯერ კიდევ არ იყო გამოცალკევებული და მისთვის განწესებულ ადგილას შეკრებილი. ამიტომ დედამიწა არა მხოლოდ უხილავი იყო, არამედ განუმზადებელიც. ტენის სიჭარბე ხომ ნაყოფიერებას მიწისა ახლაც ხელს უშლის. ამიტომაც მიზეზი დედამიწის უხილავობისა და მოუწყობლობისა, განუმზადებლობისა, თუ კი მის მოწყობაში, განმზადებაში, მისთვის დამახასიათებელსა და ბუნებრივ მორთულობას, კერძოდ მღელვარეყანებიან ველებს, ამწვანებულსა და ათასგვარი ყვავილებით აფერადებულ მინდვრებს, აყვავებულ ბორცვებსა და ჭდილმრავალი ტყეებით დაფარულ მთათა მწვერვალებს ვიგულისხმებთ, ერთი და იგივეა. ეს ყოველივე ჯერ კიდევ არ იყო, თუმცა დედამიწა შემოქმედის მიერ მიცემული ძალით მზად იყო შობისათვის, მაგრამ ელოდებოდა შესაფერის ჯამს, რათა მისი ნაშობნი ღმრთის ბრძანებით სინათლეზე წარმოეჩინა. ნათქვამია, ბნელი იყო ზედა უფსკრულთა. ისევ მიზეზნი ახალ ზღაპრობათა და ოღრთო მსჯელობათა დასაბამნი იმათთვის, რომელიც საღვთო სიტყვებს საკუთარ ვარაუდთა მიხედვით აუკუღმართებენ, რადგანაც ბნელს ისე კი არ განმარტავენ, როგორიც არის, სახელდობრ, რომ იგი გაუნათებელი ჰაერი, ან ჩამოფარებული სხეულისაგან დაბნელებული, ან კიდევ საერთოდ რომელიმე ამდაგვარი მიზეზით სინათლეს მოკლებული ადგილია, არამედ როგორც ბოროტ ძალას, უკეთ რომ თქვათ, როგორც თავად ბოროტებას, რომელსაც დასაბამი თავის თავშივე აქვს და რომელიც ღმრთის სახიერებას ეწინააღმდეგება და უპირისპირდება. ისინი ამბობენ, უკეთ უღმერთი ნათელ არს, მაშინ მის წინააღმდეგ მებრძოლი ძალა შესაბამისად სიბნელე უნდა იყოს. სიბნელე, რომელსაც ყოფიერება სხვისაგან კი არა აქვს მიღებული, არამედ თვითშობილ ბოროტებას წარმოადგენს. სიბნელე, რომელიც სულებთან მებრძოლია, სიკვდილის შემქმნელი და მტერი სათნოებისა. წინასწარმეტყველის სიტყვები მათი მცდარი გაგებით იმას გვაუწყებენ, რომ იგი ღმრთისაგან კი არ შეიქმნა, არამედ არსებობდა და ამ შეხედულებებისაგან რომელი უკეთური და უღმრთო სწავლებანი აღარ შეითხსა, რომელთა მგელთა მძიმეთა, საქმე მოციქულთა მე-20 თავის 29 მუხლი, ღვთის სამწყსოს გამფანტველთა, აღარ მიიღეს დასაბამი ამ მცირე სიტყვისაგან, შენიშვნა, ესე იგი სიტყვისაგან ბნელი, და წარწმიდეს სულნი, განა აქედან არ არიან მარკიონელნი და ვალენტინელნიც აქედან არ წარმოიშვნენ, განა მანიქეველთა საძაგელი ერესი, რომელსაც თუ ვინმე ეკლესიის სიდამპლეს უწოდებს, სახელის შერჩევაში არ შეცდება, აქედან არ წარმოდგა. რატომ გაურბიხარ ჭეშმარიტებას შორს, ადამიანო და საკუთარი თავის დაღუპვის მიზეზს რისთვის იგონებ? მარტივია სიტყვა და ყველასათვის მისაწვდომი, რადგან ნათქვამია, უხილავ იყო ქვეყანაი, მაგრამ რა არის მიზეზი ამისა? მის ზედაპირზე გაწოლილი უფსკრული და უფსკრულში რაღა იგულისხმება? სიმრავლე წყალთა და ძნელად მისაწვდომი სიღრმე მისი. მაგრამ ვიცით, რომ თხელსა და გამჭვირვალე წყალში მრავალი სხეული ხშირად იხილვება. მას წყალში დედამიწის რაღაც ნაწილი მაინც რატომღა არ ჩანდა. იმიტომ, რომ მისი ზემოთ განფენილი ჰაერი ჯერ კიდევ გაუნათებელი და ბნელი იყო. მაშინ, როცა მზის სხივი წყალში შეჭრისას ხშირად მის სიღრმეში კენჭებსაც წარმოაჩენს. უკუნ ღამეში არავის შეუძლია ხილვა იმისა, რაც წყლის ქვეშაა. ამიტომაც სიტყვები ქვეყანაი იყო უხილავ, გამარტებულია მომდევნო ფრაზით, სახელდობრ, რომ მასზე უფსკრული იწვა და რომ იგი ბნელი იყო. ამრიგად უფსკრული არც საპირისპირო ძალთა სიმრავლეა, როგორც ეს ზოგიერთებს ჰქონდათ წარმოდგენილი, და არც პირველსაწყისი სიბნელე და რაღაც უკეთური ძალა, რომელიც სიკეთეს ემტერება, რადგან დაუსრულებელ ბრძოლაში მყოფთ უნდა მექნებათ და ერთმანეთსაც მისცემენ რა საბაბს მტრობისა, ერთმანეთს უეჭველად გაანადგურებენ.
ხოლო თუ დაპირისპირებულთაგან ერთი ძალით მეორეს აღემატება, დამარცხებულ სავსებით მოსპობს. ამიტომ, როცა ამბობენ, რომ ბოროტების წინააღმდეგობა სიკეთის თანაბარია, განუწყვეტელი ბრძოლა და მარადიული ნგრევა შემოაქვთ, რადგან ამ შემთხვევაში თითოეული მათგანი ერთდროულად მძლეველიცაა და ძლეულიც. ხოლო უკვე თუ სიკეთე ბოროტებას ძალით აღემატება, მაშინ რაღაცა მიზეზი იმისა, რომ ბუნება ბოროტისა სრულიად არ განადგურდა. თუ კი წარმოთქმაც არ შეიძლება, მიკვირს, რატომ არ გაურბიან ისინი თავიანთ თავს ღმრთის ამგვარი უსჯულო გმობით გატაცებულნი. კრეხელობა იქნება თქმა იმისა, რომ ბოროტებას დასაბამი ღმრთისაგან აქვს, რადგანაც საპირისპიროსაგან საპირისპირო არ წარმოიშობა. არც სიცოცხლე შვობს სიკვდილს, არც სიბნელეა დასაბამი ნათლისა და არც სენია შემქმნელი ჯანმრთელობისა. თუმცა მდგომარეობის შეცვლისას საპირისპიროდან საპირისპიროში გადასვლა ხდება, მაგრამ ყოველი დაბადებულთაგანი არა საპირისპიროსაგან, არამედ ერთგვაროვნისაგან წარმოიშობა. იკითხავენ, უკვე თუ ბოროტება არც დაუბადებელია და არც ღვთისაგან დაბადებული, ბუნება საიდან გააქვს? ბოროტების არსებობას ხომ, ვისაც კი ამ ქვეყნად უცხოვრია, ვერავინ უარყოფს. ამაზე რაღა ვთქვათ? ის, რომ ბოროტება ცოცხალი და სულიერი არსი კი არაა, არამედ მდგომარეობა სულისა, რომელიც სათნოების საპირისპიროა და გულგრილთა შორის სიკეთის მოკლების გამო წარმოიშობა. ამიტომ ბოროტების ძებნას ნურს შენს გარეთ დაიწყებ და ნურც იმას წარმოიდგენ, რომ მისი ბუნება დასაბამიდანვე არსებობდა. არამედ დაეყოლა მოწოდეს, რომ ბოროტება დასაბამს თავის თავს თვითონვე უდებს. იმადგან რაც ჩვენს თავზე ხდება, ერთნი ჩვენი ბუნებისა გამო გვემართება, როგორც მაგალითად სიბერე და უძლურებანი, ხოლო მეორენი გარეშე მიზეზთაგან მოწევნული მოულოდნელი შემთხვევებია, ხშირად სამწუხარონი ან სასიხარულონი, როგორც მაგალითად ჭის მთხრელისათვის განძის პოვნა, ან ცოფიანი ძაღლის შეფეთება ბაზარში მიმავლისათვის. სხვანი კიდევ თვით ჩვენგანვე არიან, როგორიცაა მაგალითად დაძლევა გულის თქმათა, თუ აყოლა ვნებათა, დაოკებარი სხვისა, თუ ხელის აღმართვა განმარისხებელსა ზედა, თქმა სიმართლისა, თუ პირიქით, სიცრუისა, ქონა მშვიდი და ზომიერი ზნისა, თუ თავის განდიდება ქედმაღლობითა და ამპარტავნებითა. ამიტომ, რისი უფალიც შენ თვითონვე ხარ, იმის დასაბამის ძებნას სხვაგან კი ნუ დაიწყებ, არამედ შეიცანი, რომ ბოროტებამ, როგორც ასეთმა, დასაბამი ნებაყოფლობითი დაცემისაგან მიიღო. იგი რომ ნებაყოფლობითი და ჩვენგან გამომდინარე არ ყოფილიყო, მაშინ არც სჯული განუმზადებდა ძვირის მოქმედთ ასეთ დიდ სასჯელს და არც სჯული განუმზადებდა ძვირის მოქმედთ ასეთ დიდ სასჯელს და არც სამსჯავროთა მიერ დადებულნი სასჯელნი, რომელიც ბოროტ მოქმედთ ღირსეულად მიეგებათ, იქნებოდნენ გარდაუვალნი. აი, რაც საკუთრივ ბოროტების შესახებ უნდა მეთქვა. ხოლო სნეულებანი და სიღატაკე, უპატიობა და სიკვდილი და სხვა ადამიანური მწუხარებანი ბოროტებათა შორის არ უნდა შევრაცხოთ, რადგან დიდთა სიკეთეთა რიცხვს არც ამათ საპირისპირო საქმეებს მივაკუთვნებთ. ნაწილი ამათგანი ბუნებისგანაა, ნაწილი კი, როგორც ჩანს, მრავალ სარგებლობისათვის შეემთხვევა. ახლა კი ყოველგვარი გადატანითი და იგაური განმარტება დავადუმოთ და ბნელის გაგება მარტივად და გამოწვლილის გარეშე წმინდა წერილის სწავლების მიხედვით გადმოვცეთ. გონება ეძიებს, თუ სიბნელე სამყაროსთან ერთად შეიქმნა და ნათელზე ადრე იყო, უდარესი, უხუცესი რატომღაა? ვუპასუხებთ, რომ ამ ბნელს დამოუკიდებელი არსებობა კი არ აქვს, არამედ იგი მდგომარეობაა ჰაერისა, ნათლის მოკლებით გამოწვეული და რომელი ნათლისაგან მოკლებული აღმოჩნდა ეს ადგილი სამყაროში, რის გამოც ბნელი იყო წყალსაზე და ფიქრობთ, რომ თუ კი ამ ხილული და ხრწნადი სამყაროს შექმნამდე რამე იყო, ცხადია ნათელსაშინა უნდა ყოფილიყო, რადგან არც ანგელოზთა დასები, არც ყოველნი ზეციურნი მხედრობანი და საერთოდ სახელდებული თუ უსახელო გონიერი ბუნებანი და სულნი იგი მსახურნი არა ბნელში, არამედ ნათელსაშინა იყვნენ და მათთვის შესაფერისი ყოველგვარი სულიერი სიხარულით აღსავსე მდგომარეობა ჰქონდათ. ამას ვერავინ შეეკამათება და მით უმეტეს ის, ვინც აღთქმულ სიკეთეთა შორის ზეციური ნათლის მიღებასაც ელოდება,
რომლის შესახებაც სოლომონი ამბობს. ნათელი მრავალთა მარადის. სოლომონის იგავები 13 თავის 9 მუხლი. და მოციქული. ხმადლობდით მამასა, რომ მაღირს ყונה ჩვენ ნაწილსა მას მკვიდრობისა წმინდა თაისა ნათელსა შინა. კოლასელთა მიმართ ეპისტოლე 1 თავის 12 მუხლი. რადგან უკეთო დასჯინი ბნელსა მას გარესკნელსა წარიგზავნებიან, ცხადია იმგვარ საქმეთა მოქმედნი, რომელიც წყალობას იმსახურებენ, განსვენებას ზესამყაროულ ნათელში პოვებენ. ამიტომ, როცა ღმრთის ბრძანებით ცა იმას, რაც საკუთრივ მისი ზედაპირის შიგნით იყო, იგული შემოერტყა და ისეთი მკვრივი სხეული შეიძინა, რომ გარეშეთაგან შიგნით მყოფთა გასაყოფად საკმარისი აღმოჩნდა, ადგილი, რომელიც შემოსაზღვრა, მოუკვეთა რა გარედან წამოსული სხივები, იძულებით უნათლოდ დატოვა, რადგან ჩრდილს ერთდროულად 3 რამ სჭირდება: ნათელი, სხეული და გაუნათებელი ადგილი. ამგვარად სამყაროში სიბნელე ზეცის სხეულის ჩრდილისაგან წარმოიშვა. ჩემს ნათქვამს ცხადი მაგალითის საშუალებით გაიაზრებ. თუ კი თაკარა შუა დღისას მკვრივი და გაუმჭვირვალე ქსოვილისაგან დამზადებულ კარავს დაიდგამ და მყის შექმნის სიბნელეში თავს შენ თვითონვე ჩაიკეტავ, ის ბნელიც ასევე წარმოიდგინე, არა უწინარეს სხვათა, არამედ პირიქით, შედეგად სხვათა. სწორედ ამ ბნელზეა ნათქვამი, რომ ბნელი იყო ოფსკრულთა ზედა, რადგან ჩვეულებრივ სხეულთა ზედაპირებს ჰაერის უკიდურესი ფენები ეხება, მაგრამ რადგანაც მაშინ ყოველივე წყლით იყო დაფარული, ამიტომაც აუცილებლობითაა ნათქვამი, რომ ბნელი იყო ზედა ოფსკრულთა. და სული ღმრთისაი, ნათქვამია, იქცეოდა ზედა წყალსა. ეს სული ან ჰაერის განფენას ნიშნავს და შენ იგი სამყაროს ერთ-ერთ ნაწილად მიიღე, რომელთაც მწერალი ჩამოთვლის, სახელდობრ, რომ ღმერთმა ცა, დედამიწა, წყალი და ჰაერი შექმნა და ამასთან იგი უკვე განფენილი და მდინარი, ან რაც ჭეშმარიტებას უფრო შეეფერება და ჩვენზე უწინარეს იქნა აღიარებული, სული ღმრთისა, სული წმინდას ეწოდება. წმინდა წერილში განსაკუთრებით და უპირატესად ასე მოიხსენიების ღირსი სწორედ იგია და სული ღმრთისა სხვას არავის ეწოდება გარდა სული წმინდისა, რომელიც ღმრთეებრივსა და ნეტარ სამებას აღავსებს. უკვე თუ ამგვარ თვალსაზრისს გაიაზრებ, მისგან უდიდეს სარგებელს იპოვი. როგორ იქცეოდა იგი წყალთა ზედა? გაუწყებ, ოღონდ არა ჩემს აზრს, არამედ ასურელი კაცისა, რომელიც ამ მსოფლიურ სიბრძნეს იმდენად დაშორდა, რამდენადაც ჭეშმარიტ ცოდნასთან იყო ახლოს. ამგვარად იგი ამბობდა, რომ სირიული ენა უფრო გამომსახველია და ებრაულთა ნათესაობის გამო წმინდა წერილის შინაარსს უფრო უახლოვდება. როგორც იგი ამბობს თარგმანში, იქცეოდა განატფობდას ნაცვლადაა გამოყენებული. განატფობდა, ანუ განაცხოველებდა წყლის ბუნებას, მსგავსად კვერცხის მჩეკელი ქათმისა, რომელიც განტფობილთა რაღაც სასიცოცხლო ძალას აძლევს. ამბობენ, რომ მსგავსი აზრია განცხადებული ამ სიტყვებში, სული იქცეოდა. ესე იგი წყლის ბუნებას ცოცხალ არსებათა შობისათვის ამზადებდა. ამგვარად, ამით საკმარისად აქვს გაცემული პასუხი ზოგიერთთა მიერ წამოჭრილ საკითხს. შესაქმეში მონაწილეობის გარეშე არც სული წმინდა დარჩენილა. და თქვა ღმერთმან, იქმენი ნათელი. შესაქმე 1 თავის 3 მუხლი. ღვთის პირველმა სიტყვამ ბუნება ნათლისა დაბადა, სიბნელე განაქარვა, წუხარება გაფანტა, სამყარო განამხიარულა და ყოველივეს მყის მშვენიერი და სასიამოვნო შესახედაობა მიანიჭა. გამოჩნდა ზეცა, აქამდე ბნელით დაფარული და მშვენიერება მისი ესოდენი რაოდენსაც თვალნი ვიდრე აქამდე ადასტურებენ. გაბრწყინდა ჰაერი, ან უფრო უკეთ განზავდა რა მთელი ნათელი მასში, მყის მისი ბრწყინვალება თავის საზღვართა შინა ყოველმხრივ მიაწვდინა, რადგან ზევით თვით ეთერამდე და ზეცამდე, ხოლო სივრცეში სამყაროს ყოველ ნაწილში, ჩრდილოეთითა და სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთითაა განფენილი იგი, მყის წამსაშინა განანათლა. ასეთია ბუნება ჰაერისა, რომელიც ისე წმინდაა და გამჭვირვალე, რომ ნათელი მასში გასასვლელად დროის არავითარ ხანგრძლივობას არ საჭიროებს. ისევე როგორც ჩვენი მზერა ხილულთაზე და დროის გარეშე გადააქვს,
ასევე ნათლის ჭავლსაც თავის საზღვრებში ისე მსწრაფ იღებს, რომ დროის უფრო მოკლე შუალედის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. შემდგომად ნათლის დაბადებისა ეთერი მშვენიერი, ხოლო წყალი სხივ-მოსილი გახდა. რადგან არა მხოლოდ მიიღო ბრწყინვალება, არამედ ნათლის გარდატეხისა გამო თვითონაც აკამკამდა და სხივები ყოველმხრივ უკო მიჰფინა. ასე მშვენივრად და პატიოსნად შეცვალა ყოველივე ღმრთეებრივმა სიტყვამ. როგორც სიღრმეში ჩასხმული ზეთი იმ ადგილას ნათელს წარმოქმნის, ასევე წარმოთქვა რა სიტყვა ყოველთა შემოქმედმა, ყის განეფინა სამყაროში მადლი ნათლისა. იქმენინ ნათელი და საქმედ იქცა ბრძანება იგი და დაიბადა ბუნება, რომელზე უფრო მიმზიდველი შვების მომცემელს კაცობრივი გონება ვერ წარმოიდგენს. როცა ჩვენ ღმრთის ხმაზე, სიტყვასა და ბრძანებაზე ვსაუბრობთ, სამეტყველო ორგანოებით გამოცემულ ბგერებს ან ენის მეშვეობით შერხეულ ჰაერს როდი გულისხმობთ, არამედ იმათთვის, ვინც სწავლობს უფრო მეტად ნათელს აყოფად, ბრძანების სახით ქსურს ნების წამისყოფა გამოვსახოთ. დაიხილა ღმერთმა ნათელი, რამე თუ კეთილ. შესაქმე პირველი თავის მეოთხე მუხლი. უკეთესად როგორ უნდა ითქვას ქება ნათლისა, როცა მას უკვე მიღებული აქვს დამოწმება დამბადებლისა, რამე თუ კეთილ. ჩვენშიც, როცა გონება ისეც ვერაფერს იტყვის, რაც მასზე ადრე შეგრძნების ორგანოს უკვე არ ჰქონდეს დამოწმებული, განსჯას თვალებს მიანდობს, მაგრამ უკეთუ სხეულის სილამაზე მის ნაწილთა თანაზომიერებასა და გარეგნულ ფერადოვნებაშია, მაშინ გაგება სილამაზისა ნათელთა მიმართებაში, რომელიც ბუნებით მარტივი და ერთგვაროვანია, როგორღა შენარჩუნდება. იმით ხომ არა, რომ ნათლის თანაზომიერება არა მისი შემადგენელი ნაწილების მიხედვით, არამედ მხედველობაზე მისი არაშემაწუხებელი და სასიამოვნო ზემოქმედებით დასტურდება. ასევე ლამაზია ოქრო, თუმცა მზერას არა ნაწილთა თანაზომიერებით, არამედ მხოლოდ კეთილფეროვნებით იტაცებს და ატკბობს. ულამაზესია აგრეთვე მწუხრის ვარსკვლავი, ოღონდ არა იმ მიზეზით, რომ თანაზომიერი ნაწილები აქვს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს თვალებს მისი ბრწყინვა უნაღლოდ და სასიამოვნოდ ეფინება. ამჯერად სილამაზეზე მსჯავრი თავად ღმერთს გამოაქვს. ესე იგი, სრულიად გამორიცხულია, რომ მას მხედველობაში მისი მზერისათვის საამურობა ჰქონდეს, არამედ აქ წინასწარაა განჭვრეტილი ნათლის სარგებელი მომავალში, რადგან თვალებს ჯერ კიდევ არ განესაჯათ მისი სილამაზე. და განწვალა ღმერთმა შორის ნათლისა და შორის ბნელისა. ანუ ღმერთმა მათი შეურევნელი და ურთიერთსაპირისპირო ბუნება განამზადა, რადგანაც ერთმანეთს ფრიად განაშორა და დააცილა. და უწოდა ღმერთმა ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. შესაქმე პირველი თავის მეხუთე მუხლი. ახლა, შემდგომად მზის დაბადებისა, დღე მზით განათებული ჰაერია. რაჟამს იგი ზეცის ცამრგვალზე ბრწყინავს, ხოლო ღამე ჩრდილი დედამიწისა, რომელიც მზის დაფარვისაგან წარმოიშობა. იმ დროს კი, არა მზის მოძრაობის, არამედ იმის გამო, რომ პირველქმნილი ნათელი ღმრთისაგან დადგენილი ზომით ხან განეფინებოდა და ხანაც იკუმშებოდა, იბადებოდა დღე და მოსდევდა ღამე და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი. მწუხრი საზიარო საზღვარია დღისა და ღამისა, ისევე, როგორც განთიადი ღამეს დღესთან ესაზღვრება. იმისათვის, რომ დაბადების უფროსობა დღისთვის მიეცა, პირველად დასასრული დღისა მოიხსენია, ხოლო შემდეგ დასასრული ღამისა, რადგანაც ღამე დღეს მოსდევს. რადგანაც ნათლის დაბადებამდე სამყაროში ბნელი იყო და არა ღამე, იმას, რაც დღისაგან გამოიყო, ღამე ეწოდება და ამიტომაც სახელწოდებაც უმრწემესი მიიღო შემდგომად დღისა. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად. წინასწარმეტყველი დღესა და ღამეს გულისხმობს, მაგრამ დღე და ღამე კი არ უწოდა, არამედ სახელი მხოლოდ უპირატესს მისცა, რაც საერთოდ მთელ წმინდა წერილში გვხვდება. მაგალითად, ფსალმუნთა მგალობელი ამბობს: დღენი წელიწადთა ჩვენთანი. ფსალმუნი 79 მუხლი. იაკობი: მცირე და ბოროტ იყვნენ წელნი დღეთა ცხოვრებისა ჩემისანი. შესაქმე 47 თავის მე-9 მუხლი. და კვლავ ფსალმუნი: ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი. 22 ფსალმუნის მე-6 მუხლი.
ასე რომ აქ თქმული სჯულდებულებად გადაეცა მომდევნოებსაც. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი. თუმცა მას, რადგანაც მეორე, მესამე და მეოთხე დღეებზე საუბარიც ჰქონდა განზრახული, უფრო შეეფერებოდა მომდევნოთა დასაბამისათვის პირველი ეწოდებინა. მაგრამ ერთიო თქვა, რათა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ამგვარად განესაზღვრა და დღე-ღამის დრო ისე შეერთებინა, რომ ერთი დღის მანძილი, უკეთუ ცხადია, დღეში ღამესაც ვიგულისხმებთ, 24 საათს შეევსო. ასე რომ, თუმცა მზის მოქცევისას ხდება ხოლმე, რომ ერთი მეორეს აღემატება, მაგრამ ორივეს ხანგრძლივობა ყოველთვის განსაზღვრული დროით არის შემოფარგლული. ამით თითქოს თქვა, რომ ერთი დღის ხანგრძლივობის საზომი 24 საათია, ანუ ზეცის ერთი ნიშნიდან დაწყებითა და კვლავ მასზე დაბრუნებით ერთი დღე იქმნება. ამგვარად, რამდენჯერაც სამყაროში მზის მოქცევისაგან საღამო და განთიადი დადგება, ეს პერიოდი არა უფრო დიდ, არამედ ერთი დღის მანძილზე აღესრულება. ამასთან უმთავრესი სიტყვა აქ დაფარულადაა მოცემული. სახელდობრ, შექმნა რა ღმერთმა ბუნება დროისა, მის საზომად და ნიშნებად დღეთა ხანგრძლივობა დაადგინა და გაზომა რა იგი შვიდეულებით, შვიდეულს, რომელიც დროის სვლას აღრიცხავს, მუდმივად თავისსავე თავში წრიული ბრუნვა უბრძანა და კვლავ ერთ დღეს რაჟამს თავისი თავისაკენ შვიდგზის მიიქცევა, ახვსება შვიდეულისა. წრის სახე ხომ ისაა, რომ თავისი თავისაგან იწყება და თავის თავშივე სრულდება. ის, რომ თავისი თავისკენ მიიქცეს და არასოდეს დამთავრდეს, საუკუნის საკუთარი თვისებაცაა. ამიტომაც უწოდა დროის დასაბამს არა დღე პირველი, არამედ ერთი, რომ იგი საუკუნეს თვით სახელწოდებითაც კი ენათესავებოდეს. ამგვარად გამოავლინა რა თვისება განმარტოებისა და სხვასთან უზიარებლობისა, ჯეროვნად და შესაფერისად იწოდა ერთად. თუმცა ჩვენ წმინდა წერილი მრავალ საუკუნეს წარმოგვიდგენს. ხშირად იხსენიებს რა საუკუნესა საუკუნოისა და საუკუნეთა საუკუნეთასა, მაგრამ მასში არც პირველი, არც მეორე და არც მესამე საუკუნეა აღრიცხული. რათა ამით ჩვენ უფრო სხვაობანი ვითარებათა და მრავალფეროვნებათა საქმეთა წარმოგვიდგინოს, ვიდრე შემოწერილობა, დასასრული და თანმიმდევრობა საუკუნეთა. რამე თუ ნათქვამია, დიდარს დღე უფლისაი და მჩენ ფრიად. იოელ წინასწარმეტყველი მეორე თავის მე-11 მუხლი. და კიდევ, რაისათვის თქვენ და დღე იგი უფლისაი და იგი არს ბნელ და არა ნათელ. ამოსის წინასწარმეტყველება მე-5 თავის მე-18 მუხლი. რაღა თქმა უნდა, ბნელი მათთვის, რომელიც სიბნელის ღირსნი არიან. რადგანაც ჩვენმა მოძღვრებამ იცის დღე იგი დაუღამებელი, უცვალებელი და დაუსრულებელი, რომელსაც ფსალმუნთა მგალობელმა მერვე უწოდა, ფსალმუნი მე-6 პირველი მუხლი, და რომელიც ამ შვიდეულის დროის გარეთ იმყოფება. ამიტომ მას დღეს უწოდებ, თუ საუკუნეს, ერთსა და იმავე ცნებას გამოხატავ. უკეთუ ამ ვითარებას დღეს უწოდებ, ერთი იქნება და არა მრავალი, ხოლო უკეთუ საუკუნეს, ერთადერთი იქნება და არა მრავალთაგანი. ჩვენი გონება, რომ მომავალი ცხოვრებისაკენ წარემართა, წინასწარმეტყველმა ამ საუკუნის ხატს, დასაბამს დღეებისა და ნათლის თანატოლს, წმინდა დღეს უფლისა, რომელიც უფლის აღდგომით განიდიდა, ერთი უწოდა. ამიტომაც ამბობს და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი. მაგრამ მსჯელობანი იმ საღამოზე, რომელთაც ამ საღამომ მოუსწრო, ჩვენ სიტყვას ზღვარს აქ ვუდებენ. მამამ ჭეშმარიტი ნათლისა, რომელმაც დღე ზეციური ნათელით შეამკო და ღამე ცეცხლის ელვარებით გაანათა და რომელიც საუკუნო განსასვენებელს გონიერსა და მიუარსილებელ ნათელში გვიმზადებს, დაეგულები ჩვენი ჭეშმარიტების შეცნობით გაანათოს. შეუბრკოლებლად დაიცვა სიცოცხლე თქვენი და მოგანიჭოთ თქვენ, რომ დღესა შინა შვენიერად ვიდოდით, რომელთა მიმართ ეპისტოლე მე-13 თავის მე-13 მუხლი. რათა გამბრწყინდეთ, ვითარცა მზე ნათელით, წმინდანთა სიქადულად ჩემდა დღეს ამას ქრისტესა, რომლის არს დიდება და ძლიერება, უკუნითი უკუნისამდე ამინ.